აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რატიანი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დღეს დილით დაახლოებით 6 საათსა და 30 წუთზე შეიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც. მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს. ძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული, საიმისოდ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, რომელიც ორგანიზმისთვის, რომელიც არის ამ შემთხვევაში სახეზე და რა თქმა უნდა ჭირდება ინტენსიური კურნალობა. ჭრილობას რაც შეეხება, ერთი ჭრილობა გახლავთ, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია. ძალიან მძიმე შოკის მომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, აი თავზარდამცემი შეიძლება ასე ითქვას. და ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა. პაციენტი შემოყვანილი იქნა დღეს დილით დაახლოებით 7:30-ზე, გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრაუმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა. მისი ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანამდე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯო საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა. უწყების თქმით, რიჟვაძეს საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებული სახით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანია. გასროლა, რომლის შემდეგაც თორნიკე რიჟვაძემ ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო, სავარაუდოდ სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაკავებული უფროსი ადვოკატმა იზოლატორში მოინახულა. ლალი აფციაურის განცხადებით, ახვლედიანს ემოციური შოკი აქვს და მასთან მომხდარის შესახებ არ უსაუბრია. ადამიანს ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს. ამიტომ კითხვაც ვერ დავუსვი რა. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, რომ ეხლა ასეთ მდგომარეობაში ყოფ ადამიანს კითხვა დავუსვათ რა. არაფერი არ მithქვავს, არაფერი არ. მე კითხვა არ დამი, უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავეცანი და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე. რაიმე დახმარება ხომ არ შეიძლება. ამბობს, რომ ემოციური შოკი აქვს, ხალბატონო ლალე, ემოციური შოკი. იცით რა მაინტერესებს? იარაღი როგორ მოხდა თორნიკე რიჟვაძის? არ მისაუბრია თქო და მე საქმის მასალები არ მაქვს ამ ეტაპამდე. ალბათ იცით, ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებთან არ მაქვს დომა. აქ ისე გადმოიყვანეს, რომ თქვენ არ იცოდით საგარეჯოდან? მე გვიან ჩავედი. და უკვე წამოყვანილი ყავდათ. მე რო ჩავედი, უკვე წამოყვანილი ყავდათ. პროსახელისუფლებო მედია დილიდან მტკიცებით ფორმაში საუბრობს იმაზე, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. მათივე ცნობით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ მომხდარში ალეკო ახვლედიანი არაფერ შუაშია, რადგან მისი იარაღი ჩუმად თავად აიღო. ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ სუიციდის მცდელობის მიზეზი ერთია. მას კორუფციას და ბარიგების მფარველობას აბრალებენ. წერილის თანახმად, თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვას თხოვს. ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე, ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას. კორუფციას და ბარიგების მფარველობას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე, დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა, შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩვენთვის ღირსებაში. დათა კაცური კაცი გაიზარდა, მიხედე მაგდას და ელის. დედა მიყვარხარ, მაპატიეთ ძმებო. ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს.
წერილის შესახებ დილით გავრცელებულ განცხადებაში არაფერი უთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ პროსახელისუფლებო მედიას დაუჯერებთ, წერილი რიჟვაძის ჯიბეში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა, რომელიც შემდგომში ექსკლუზიურად მოიპოვეს. მისი ხელნაწერი ვერსიის ფოტო მათ რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელეს. მანამდე ისინი წერილის მხოლოდ შინაარსზე საუბრობდნენ. კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში მედიას ეუბნებიან, რომ ძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები მხოლოდ ოჯახის წევრებს გადაეცემათ ან კანონით დადგენილ შემთხვევაში პოლიციას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. წერილის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს არც ოცნების ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს. მე დაზუსტებით ამაზე ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი რომ ეს გადმოცემით რაც მაქვს ინფორმაცია, ეს გახლავთ რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ და სხვა რასაკვირველია ეს ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზეც რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ინფორმირებული. მეტის თქმა რასაკვირველია არც იქნება კორექტული, ახლა მე რომ თემაზე ვისაუბრებ. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იკავებდა რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობას. პატრა კომენტარი რო გავაკეთოთ, თუ შეიძლება ერთი წამით. ბატონო ირაკლი. მომხდართან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებაში ბანდიტური გარჩევები გრძელდება, რომლის მსხვერპლის შესაძლოა ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი აღმოჩნდეს. მათივე თქმით, რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეში არაერთი საეჭვო გარემოება იკვეთება. პირველში გამოჯანმრთელებას უსურვებ თორნიკე რიჟვაძეს და უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასული ადამიანების მკვლელობაზე წარმოედინეთ ნებისმიერი ვერსია, მათ შორის თვითმკვლელობა რა დონემდე უნდა მიიყვანო ადამიანი, რომ თავი მოიკლას. ერთი. მეორე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ადამიანმა წავიდა ძმაკაცის სახლში, რაღაცა იარაღი იპოვა, თითქოს წერილი დაწერა უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეებს ყვება რუსული ხელისუფლების რაღაცა ვერსია, ხო? რომ ჯიბეში ჩაიდო რაღაც წერილი, რომ არავინ დამნაშავე არის, მადლობა მკვლელებს, ფაქტობრივად ეს ასე არ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგვიწიოკებს შვილებს და უკაცრავად ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. ის გადასულია მკვლელობაზე, აგერ ზარალა ციხეში გაუშვა მისი ბიზნესმენი, აქეთ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ან ესროლეს. ეს ყველაფერი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ოცნებისვე მოპარული ფულის კრიმინალური გზებით გადანაწილებას. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო აქ თვითმკვლელობის ვერსია. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო. დიდი ალბათობით აქ არის მკვლელობის ვერსია, არ ვიცი ახლა ეს ვის რაში ჭირდებოდა, არ ვიცი ახლა აპირებდა მკვლელობას თუ სხვა გაშინება და სხვა განზრახვა ქონდა, ახლა ამ დეტალებში რა თქმა უნდა არ შევალ, მაგრამ ფაქტის სახეზეა ესეთი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რა. კაც გაიმეტებს იმის გამო რომ თვითონ უფრო მეტი წაიღო ვიდრე სხვას შეახვედრა, სასიკვდილოდ გაიმეტებს, მე ამას თვითმკვლელობა შეფუთავს, მის ნაცვლად წერილსაც დაწერს იმ შინაარსის რა შინაარსიც მასაწყობს და ასე გავა ფონს. ყოველ შემთხვევაში აქამდე შეიძლება გადიოდა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ქაოსი ამ ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ქართულ ოცნებაში გრძელდება ბანდიტური გარჩევები, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ არსებობს კორუფცია, არსებობს ნეპოტიზმი, არსებობს ტრანსნაციონალური დანაშაულები, კოლცენტრები, ნარკოკარტელები, ამიტომაც მოუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფად, ობიექტურად და სამართლიანად გამოიძიონ საქმე და საზოგადოება ჩააყენონ საქმის კურსში. ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც არის მათთვის ცნობილი და ამავდროულად მოახდინონ მომავალში მსგავსი დანაშაულების პრევენცია. ყველა ადამიანი, რომელიც შემხებლობაშია მსგავს დანაშაულებთან, უმკაცრესად უნდა იქნեն დასჯილები. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე თემასთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს. შალვა პაპუაშვილი რიჟვაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებ თორნიკეს და იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის, არა, მოხდა მძიმე შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საკითხს, შინაგან საქმეთა მინისტრი
თავად იყო შემთხვევის ადგილზე, გამოძიება შეიძლება დაადგინოს ყველა დეტალი. თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2018 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე იკავებდა. 4 აპრილს რიჟვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად რჩება. სხვადასხვა მედია საშუალებით მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ყოფილი თანაგუნდელები მოპარული თანხის უკან მიტანას თხოვდნენ. ამ ინფორმაციას ქართული ოცნება უარყოფდა.